დღეს ბატონო ბიჭიკო მოგვიყევა ნამდვილ აჭარულ საჭმელებზე და აქვე ხედავთ ამ საჭმელებს. შუამთობის დროს იყიდება ყველაფერი, ყველი, კაიმაღი, ნებურა არაჟანზა, კლაპი, ყურუთი მხოლოდ აჭარაშიცია. ეს არ გამისინჯავს არასოდეს. რის გამზადდება ეს? ეს მზადდება კაიმაღი უნდა, არაჟანი. ეს რო ამოიღებ რო რჩება მერე ამოადუღებენ, გამოვა ნადუღს ეძახიან და ფქვილი. გააშრობენ მზეზე და ეს წელიწად გაძლევს არც სიცხის ეშინია, არც სიცივისა. არც გამოცხობა არ უნდა. არა, მზეზე უნდა გააშრო მხოლოდ მზეზე. რა საინტერესოა. და ყველი როგორ კეთდება ეგეთი რო არის? ყველი არის სეპარატული სპეციალური დაატრიალებს. კაიმაღის არაჟანი ცალკე მიდის, მზე ცალკე მიდის. მერე უნდა ამას დამუშავება ხელმეორედ. გამოდის ყველი, აჭარული, დამწნილი ყველი, ჩილეჩილი ჩვენებურად. რა მაგარია. კლაპი აკეთდება ვაშლიდან, მოხარშავენ, შრობენ და გამოდის კლაპი. როგორც ვაშლი იგივე და როგორც ვაშლი გიჭამია, ისეთია ეგ. ყველა ვიტამინი ინარჩუნებს. ვაშლი სპეციალურად, როგორც ვაშლი მარგებელი ადამიანისათვის, ესეც ისე მარგებელი ადამიანისათვის. ჩვენ ახლა ყველაფერს გავსინჯათ და თქვენ თუ ბეშუმის გზაზე მოხვდებით, აუცილებლად უნდა გაჩერდეთ აქ. აუცილებლად. რა თქმა უნდა, აჭარაში თუ ხარ და აჭარული ნაწარმი არ ვერ გასინჯე, რანაირად ხარ ეგრე აჭარაში?